გამარჯობათ. დაიძრა ჩვენი მატარებელი ხალხო. დაიძრა ზუსტად ისე როგორც იყო გათვალისწინებული, იგივე ენერგიით, იმავე შემართებით, რაც გათვლილი იყო, არის და ყოველთვის იქნება. დაიძრა და რა დროს? მაშინ როცა მსოფლიოში ასეთი გამოწვევებია, ძალიან სერიოზული გამოწვევები. მიდის უკომპრომისო, ნამდვილად უკომპრომისო და სისხლის მუღრელი ომი თეთრებს და შავებს შორის. მე ეს თეთრები და შავები პირობითად ჩემთვის დავარქვი და უკვე იმიტომ კი არა რომ მე რამე წვლილი მიმიწვის ამაში, მაგრამ უკვე ამერიკაში უკვე დაიწყეს თეთრი ფრთის და შავი ფრთის დარქმევა. და დაიწყო კომპრომატების ომი. ეხლა ამერიკაში უკვე დაანონსებულია 1 მაისისთვის 3 მილიონიანი აქცია ტრამპის წინააღმდეგ. ძალიან სერიოზული ძალაა. ძალიან სერიოზული ფული ეხარჯება. აგიტატორებად გახსოვთ ალბათ ფილმებიდან წითელი აგიტატორები რევოლუციონერები დადიოდნენ სოფელ და აგიტაციას უწევდნენ ხალხს. ზუსტად ასე დადის სენატორი მაკეინი და აძაგებს ტრამპს და აძაგებს ამ თეთრ მოძრაობას. მართალია სახე უკვე ისეთი აქვს, როგორც აქ ფეხმოტეხილ იხვებს უძახიან წამსვლელ პოლიტიკოსებს და ამას გულში ის არ გარჭობილის სახე აქვს უკვე ისეთი გათეთრებული, გამწვანებული და გალურჯებული დადის და ლაპარაკობს. უკვე თვითონ არ იცის რას ლაპარაკობს პრინციპში. სოროსი ქვეყნიდან გაგდების რეალური კანდიდატია, რაც დღე-დღეზე მოხდება. კომპრომატები ისეთი ტრიალებს, ისეთი წვიმა მოდის, რომ ძალიან ჩახედულებსაც კი გვიჭირს იმის წარმოდგენა, თუ სად გვიცხოვრია და რა შხამში ვიყავით მოხარშულები უკვე. აი მაგალითს მოგიყვანთ, ეხლა მაქვს უკვე ამაზე ლაპარაკის უფლება, გენერალი ფლინის გადადგომა, რა იყო რეალური მიზეზი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერს ვერ ვიტყვი მეთქი და ეხლა დადგა ის მომენტი, როცა შეიძლება უკვე ამაზე გახსნილად ლაპარაკი. ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში დაახლოებით 450 კაცი. პოლიტიკურ ელიტაში 450 კაცი არის შემჩნეული და შემჩნეული ამას ბრჭყალებში ვამბობ, უკვე დამტკიცებულია და მათზე დაკვირვება დიდი ხანია მიდის, ეს გამოძიებაა სერიოზული. შემჩნეული არიან პედოფილიაში. თუ გესმით რას ლაპარაკობ. ობამას ადმინისტრაციის ძალიან დიდი ნაწილი პოლიტელიტა შემჩნეულია პედოფილიაში. ამაზე ხელის მომწერი პოლიტელიტა რას მოიმოქმედებდა, რას გააკეთებდა იმისათვის, რომ ზუსტად იგივე პოლიტელიტის კლონები სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, თქვენ წარმოდგენა გააქვთ ამაზე? და პირველი საცდელი ლაბორატორია საქართველოს რომ იყო ყოველთვის, ეს ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ საკუთარ კანზე ვიწვნიეთ ეს. მე ეხლა ამ წუთში ძალიან მეწოდება კვირიკაშვილი, ბატონი პრემიერი. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ მან იცოდა ის, რაც ხდებოდა და რაც ხდება დღესაც, ეხლაც ალბათ ამ წუთში, აი იმ სარდაფებში, რომლებშიც ქართველებს არ უშვებენ. უბრალოდ ქართველი კაცია და ვერ მოითმინა ეთყობა და იმიტომ აღმოხდა.
იქ არ იყო ბორდელებზე ლაპარაკი. ვაშინგტონში არის რამდენიმე ბუნაგი ასეთი რესტორნის სახით აღმოჩენილი, რა თქმა უნდა არალეგალური, რომლებშიც მენიუში შედის ბავშვი, თეთრკანიანი, შავკანიანი ბავშვები დახარისხებულია ძალიან მცირეწლოვანიდან, არც მინდა გავეკარო მაგ ერიას, მაგ მომენტს. დამთავრებული 12-15 წლის ბავშვები. იგივეა ზუსტად საქართველოში. ის ვინც დღეს გამოვიდა რუსთაველზე, რუსთავი 2-ის დასაცავად, რომლის მეცვეურებმა და პატრონებმა ძალიან კარგად იციან ის რაც ხდება, აი ის რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, თუნდაც პედოფილიაზე, ყველა სხვა სიკეთეს თავი რო დავანებოთ. მე არ ვამბობ რომ ისინი დადიან და სარგებლობენ ამ მენიუთი, მაგრამ ძალიან კარგად იციან ეს რომ არის. თქვენ იმათ გვერდზე იყავით ხალხო. ვინც გუშინ ლევან ჩაჩუას გვერდით არ დაუდგა, თქვენ სულ ყველა იყავით დღეს რუსთავი 2-ის აქციაზე. რუსთავი 2-ის აქციები ამ მაუწყებლობის შეჩერებები და რაღაც თითიდან გამოწოვილი აურზაურები და ძალიან ძნელია თქვენთვის ახლა იმის გაგება, რასაც მე ვამბობ, შეიძლება, მაგრამ ზუსტად ემთხვევა დროში მაკეინის ევროპაში გამონავარდებას, აქ აწეულ სხვადასხვა საკითხებს. ზუსტად ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ აი ამ ომში არ ჩამოვრჩეთ. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენს პატარა ქვეყანაში გავაკეთოთ. თორემ მარიხუანის ლეგალიზაცია სასაცილოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც გიპირებდნენ და რასაც გიპირებენ დღესაც. იმიტომ რომ ამ შავ ძალას ფარხმალი დაყრილი არ აქვს. შავი ძალა მანამდე არ ყრის ფარხმალს, სანამ ხის სოლი არ გაერჭობა გულში, ან ტვინში. სანამ არ მილურსმავ იმას იქ, სადაც უნდა იყოს მილურსმული. და ისიც იცით, რომ ღმერთის მიმდევარს ვერასდროს ვერაფერი ვერ მოერევა. მე არ ვლაპარაკობ იქით სული და ეს სულ სხვა თემაა. ღმერთის მიმდევარს, ადამიანს, რომელსაც ღმერთი სწამს, დამარცხება არ უწერია. ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით. როგორ შეიძლება ვიყო დამარცხებული, თუ ღმერთის თანამებრძოლი თუ არა, მისი რიგითი ჯარისკაცი მაინც ვარ. ის ბიჭები და ის გოგოები, რომლებიც ღმერთზე ლაპარაკობენ ასე თამამად და ახსენებენ თუნდაც ამ ყვადაღებულ სიტუაციას პატრიარქთან დაკავშირებით მოწამვლა უნდა და არ უნდა, ნუ ეს ხო ფაქტია, რომ სპეციალურად იყო აწეული ეს თემა. იმისთვის რომ და აქ მრავალი წერტილი დაისმება, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან ბევრი მიზეზი ქონდა მათ, რომ ეს თემა ასე ქარიშხლად გადაექციათ და თემაც არ იყო. აბსურდის თეატრია ეს. თვითონ წამოჭრეს თემა, თვითონ განავითარეს, თვითონ ესეთი სოროსისეული ხელწერაა ეს და სცენარი. ეს არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ დავამთავრებთ. და ჩვენ დავამთავრებთ ერთით, ჩვენ არ გვჭირდება არც ომი, არც იარაღის ხელში აღება, არაფერი არ გვჭირდება ხალხო, ჩვენ გვჭირდება ერთად დადგომა. მეტი აბსოლუტურად არაფერი არ გვჭირდება ჩვენ. საქართველოში გამწარებული, დამცირებული, უფლება აყრილი, სახლიდან გაგდებული. რა ვთქვა კიდე არ ვიცი, მიწა წართმეული, ენა წართმეული იმდენია.
სხვათა შორის იმაზე მეტი, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. რომ ამ ხალხს საერთოდ არ ჭირდება არაფერი, ერთი გამოსვლა უნდა გარეთ, ერთად დადგომა და ერთი ვაჟკაცური გამოძახილი. ჩვენ ადამიანები ვართ. და წაილეკება ეს მთავრობა, ისე როგორც წაილეკა ობამას მთავრობა და როგორც ილეკება დღეს. ძალიან სერიოზული სიტუაცია ამ სოფლიოში. დღეს დგას საკითხი, ან ღვთისმოშიში, ან ეშმაკის მოყვარული. აქ ვართ ჩვენს თვალწინ ხდება ანტიქრისტესთან ბრძოლა. ჩვენ ვართ ამის თანამონაწილეები. მე აღარ გავაგრძელებ იმის ლაპარაკს ამ მატარებელს, ვინ არ შემოახტა, მინ შემოახტა, დამთავრდა გუშინ ეს საკითხი. ლუსტრაცია, ვინ ვართ? ეს გაირკვა უკვე ხალხო. გაირკვა რომ ჩვენ ვართ მარტონი. აი ის ვინც გუშინ ვიყავით და რა თქმა უნდა ის ხალხი რომლებიც მრავალი მიზეზის გამო ვერ მოვიდნენ. მე ხალხზე არ ვლაპარაკობ. მე იმ პიროვნებებზე ვლაპარაკობ, ადვილად საცნობ პიროვნებებზე. რომლებსაც შეეძლოთ თუნდაც თავისი მოსვლით ერთი კაციც რომ მოსულიყო იმ ჯგუფებიდან, რომელზეც ხვდებით ახლა მე ვიზეს ვლაპარაკობ და რა თქმა უნდა არ დავასახელებ, იმიტომ რომ არავის გულს არ ვატკენ. იმიტომ რომ თუ გული არ აგაქვს, იმას ვერ გატკენ. იმათი მოსვლა და ერთი დაფიქსირება, ხელის აწევა აქ ვარ ბიჭებო. ნიშნავდა იმას, რომ აი ეს მხარე ჩვენ დაცული გვაქვს. არც ერთი არ მოვიდა. არც ერთმა არ გამოხატა სურვილი, არც პატრიოტებმა. ხო, ირმა, დათო. ისი რომელმა დათო? მთელი სოფლიო რო შენი ნათესავია. ყორჩიხანიდან დაწყებული თიმსალ მაკოთი. აი ის დათო. როგორ გაბედე ერთი კაცი არ გამოუშვი. და შენ პატრიოტობაზე მელაპარაკები? ან ნებისმიერი თქვენთაგანი, რომელიც არ უნდა იყოს. ყველა ხართ სამშობლოს მოღალატეები. მე სამშობლოს მოღალატეების დასახელება არ გამჭირვებია არასდროს. თავის დროზე 2012 წელს დავასახელე ალასანია როგორც სამშობლოს მოღალატე. არ იყო? იყო ნამდვილად. უსუპაშვილი და მისი მეუღლე იყვნენ ნამდვილად. ეს მაშინ, როცა ისინი მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ. ეხლა მე შენი შემეშინდება? დათუჩა? ზიხარ პარლამენტში დანამატებს იღებ, ქართველობაზე ლაპარაკობ, სიკეთეზე ლაპარაკობ, თარხან მოურავობაზე ლაპარაკობ. და გვერდზე, იქვე თუნდაც ქუთაისში, პარლამენტის გვერდზე შიმშილით ბავშვები იხოცებიან. გამოსულ ხარ, ერთი ნაჭერი პური გიყიდია და გითქვამს, რომ ეს ჩემი დანამატიდან. არა, თქვენ არც ერთი ადამიანი არ ხართ. მე არ მჭირდება თქვენი შეფარული პირადში მოწერილი ძმები ვართ და ამხანაგები ვართ და თანამებრძოლები ვართ. შენი სახე გამოჩნდა გუშინ. შენ იქ იყავი შეყუჟული. სად შეყუჟვაძეც ოცნებობდი. უფრო მეტზე ოცნებობდი. აქრო ჩამოდიოდი. აქრო ჩამოდი, სხვა თუ ჩამოდის და იმაზე ვამბობ, შენზე არ ვიტყვი? ვიღაც ვიგინდა რა ავიგდორებისგან აქ მოდიოდი. ლობისტები 2 წუთით ვიღაცას შეხვდებოდი. მე ყველანაირად ხარც გიჭერდი შენ და ძალიან კარგად გახსოვს. მაგრამ ვაჭრობა დაიწყე მაშინაც. ვინ და ეს რო არ თქვა, არ შემიძლია არავითარ შემთხვევაში. ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ ძალიან არ გვიყვარს და ძალიან გთხოვთ, აი პირჯვარს ვიწერთ თქვენ წინაშე, მე ამას არანაირად არავის პროპაგანდისტვის არ ვამბობ. ბურჯანაძემ გამომიგზავნა თავისი ხალხი. მხოლოდ ნინომ გამოაგზავნა თავისი ხალხი და მე ვთხარი არამეთქი. და თქვენ, აი ეს პატრიოტები, მაგრები, ლამაზები, აუ, ქართველები, იმდენი თქვენ რა გითხარით, ან ქართველები არ იყოთ? და ან პატრიოტები. მე არ ვლაპარაკობ მარტო თარხან მოურავზე. მე ვამბობ ყველაზე. კაი ბიჭებზე და ისეთ ბიჭებზე და ესეთ ბიჭებზე. რევოლუციის მოწყობებს რო აპირებ.
ყველასთან მაქვს ნალაპარაკები. ძალიან კარგად იცით. მე არავის არ დაგასახელებთ. იმის იმედი გაქვთ, ეს ჩემი კაცობაა და ნამუსია. რომელი ითხოვდით ფულს? რომელი ითხოვდით აკალაჩიკობას? რაზეც მე უარი ვთქვი ყველაფერზე, სხვათა შორის და მაქვს ამაზე ლაპარაკის უფლება. რომელი ჭორავდით ბიძაშვილს, მამიდაშვილს, დეიდაშვილს, მეგობარს, ნათელს, მირონს ერთმანეთს რუსში დანასურთხამდით. და ყველაფერს კპატიობდით. გიღიმოდით ყველაფერზე, კპატიობდით ან ჩემი განსანჯელი რომელი ხართ და ან საპატიებელი, ხო? სულ იმას ვამბობდი, სულ იმას ჩემ თავს ვეუბნებოდი და ლოცვის დროს მოვა ალბათ ჭკუაზე, არ არის ეს სწორი, მაგრამ მოვა ალბათ ჭკუაზე და იმით ხელმძღვანელობდი, რომ ყველა თქვენთაგანს არ მიაყავთ ხალხის, რომელსაც თქვენი ჯერავს და ვერ წარმოუდგენია როგორი გათახსირებულები ხართ. თქვენ გულში ჩაიხედეთ, ეხლა ხო იცით, ვისაც გეუბნებით. შენ, ყველას გეუბნებით. აქ ჰილარი კლინტონზე და მაკეინზე თუ შეიძლება კომპრომატების მოძიება და თავზე ჩამოცმა ესე. თქვენზე რამდენი კომპრომატია? იმათ რო აქვთ იმას თავი დაანები. აქ მრავალ წერტილს დაგისვამთ პირდაპირ აქ. მე რამდენი მაქვს არ კითხულობ? და თქვენ ხო არ გონიათ ეხლა მე ამ კომპრომატებით მინდა შეგაშინოთ და გაიძულოთ, გამოხვიდეთ? არა. მე ამაზე ეხლა ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თქვენ გუშინ არ მოხვედით. და თქვენ არ მოხვედით საკუთარი სულის, გულის, კაცობის, ოჯახის, ნამუსის გადასარჩენად. თქვენ შეიყუჟეთ და დაუწყეთ ისევ იმ ბიზნეს მოფერება და ვისეფერებით ზოგი ამბობს არა ბიზნეს მაინც ვამართლებ. რაში ამართლებ? შეკაი დედმამიშვილო. იმაში რაც ემართება ხალხს. შენ ცოტა უკეთესად ხარ. ვინც ამართლებ. ცოტა უკეთესად, იცი რატო? იმიტომ რომ იმის იმედი გაქვს. რომ ბიზნეს მატარებელს შემოახტები, მაგრამ ბიზნეს მატარებელი გავსებული კი არ არის. გატენილია, გაძენძილია უკვე. იქ ვიღა შეგიშვებ, თქვენ უსუსურებო. თქვენ მათხოვრებო, იქ ვიღა შეგიშვებ. დღეს არის ესეთი სიტყვა, არ ვიცი ქართულად ამას რა ქვია, უტკა. უტკა რა არის? ინფორმაციას უშვებ და ელოდები გამოძახილს რაღაცა პერიოდის შემდეგ. მე ესეთი უტკა გავაგორე, თუ გავაფრინე, გავაფრენ მალე ნამდვილად. აი ესეთ კაი ბიჭებში და უთხარი რომ ეხლა ისეთი პერიოდი დგება, რომ და რა თქმა უნდა ამას წინ წარმოგზღარე ის რომ მე ვიცი რომ შენ პატრიოტი ხარ და მე ვიცი რომ შენ კაცი ხარ. იმიტომ რომ კაცს უნდა უთხრა, თუნდაც ოდნავ არაკაც უნდა უთხრა შენ კაცი ხარ, რომ იქნება მასში კაცობამ გაიღვიძოს და გამოვიდეს იმ ჩრდილიდან, გამოვიდეს იმ ბურუსიდან, ამოვიდეს იმ ღამის ქოთნიდან და მე მივეხმარები, მე გავწმინდავ, მე დავბან, მე განვბან და ერთად წავალთ მერე ეკლესიაში და მოვინანიებთ. და ეხლა ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემთან ერთად ყველა ვინც კი გამოჩნდება, ან დარტყმის ქვეშ დადგება, ან ხიბლის ქვეშ. იმიტომ რომ ჩემთვის ჩამოშორება თანამებრძოლების ბიზინა ივანიშვილის პირველი ვალია. ბიზინა ივალიშვილის ვალია საკუთარი რწმენის, აი ის იმ რწმენის, რომელიც ჩვენი რწმენა არ არის. ის ხეები და სოროსები და მაკეინები. იმათ წინაშე ისა მოხსენებებია გასაკეთებელი. და რა უთხარი ამათ? ვინც ჩემს გვერდზე გამოჩნდება ეხლა, იმას დაუწყებენ ჯერ შეშინებას და მერე ფულის შეთავაზებას მეთქი. და კრიტიკული მომენტი დადგა მაშინ, როცა აი 18-ის ისინი იყო გაცხადებული, მიჩუმდა სულ ყველა და რის იმედით? იმის იმედით, რომ ჩვენ ახლა ამასთან არ წავალთ და ჩვენ
დაგვიბარებენ, დაგვიძახებენ და გვეტყვიან, აჰა ძმაო, შენ ეს პორტფელი, აჰა შენ ეს სკამი, აჰა შენ ეს ფული და იყავი ოღონდ ლევან ჩაჩუას და დათო კარტოზიას მოშორდი. აი ფული, სკამი. ვაი თქვენს პატრონს უბედებს. როგორც იყავით ხეპრეები, ისევე დარჩებით. და ის კაკალი, რომელიც გიდებთ ქვეშ, სკამ ქვეშ და ეხლა ამტვრევთ უფულობით, არ მოგშორდებათ თქვენ. კიდე უფრო მეტი. ის კაკალს ამტვრევთ თქვენ და კომბალი ჯერ არ მოგხვედრიათ. კომბალი მოგხვდებათ. ხალხისგან კი არა. ხალხისგან გექნებათ მაქსიმუმი იგნორი და ისეთი შემოხედვა. თქვენი საკუთარი თავის წინაშე სარკეში რომ დაინახავთ საკუთარ თავს და თვალს რო არიდებთ, რომ თუ მართლა ესეთი ყოფილვარ. აი ეს იქნება თქვენი კარა, როგორ არის? მიხვდით ალბათ. სასჯელი. გუშინ მოხდა ძალიან კარგი რამ ხალხო. გუშინ თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, თელმა საქართველომ დაინახა. რომ არსებობს ერთადერთი ძალა. დაუკვირდით რას გეუბნებით. ერთადერთი სუფთა ძალა, რომელიც შიშველი ხელებით, უფულოდ, ფშიერი ხალხი ჩამოსული საიდანღაც ნასესხები ფული. ანუ ვერ ჩამოსული, რომელმაც ვერც ისესხა ის ფული, მაგრამ ჩვენს გვერდზე დგას ის. აი ეს ძალა ერთადერთი, რომელიც არის ქვეყნის გადამრჩენელი. და რომელიც გადამრჩენელი წარმოდგენაში კი არა და ფიქრობთ რომ არა ეს ნამდვილად გადამრჩენელია. იმიტომ რომ ყოველთვის საქართველოს გადამრჩენელი იყო ასეთი ძალა. არის დღეს და იქნება ყოველთვის. იმათ გეუბნებით ეხა იმ ხალხს მიმართა, ვიზეც მქონდა ლაპარაკი. პატრიოტი თარხან მოურავიდან დაწყებული და სხვას არ დავასახელებ რა. არ დავასახელებ. ესენი უბრალოდ პარლამენტში ზიან და ზურაბიშვილზე ლაპარაკი არ მაქვს საერთოდ. ერთი პარლამენტარი როგორ არ გამოხვედით, როგორ არ დადექით ამ ხალხის გვერდი. როგორ გაუბედეთ საკუთარ თავს ამ ხალხზე არ ვლაპარაკო. ერთი კაცი როგორ არ გამოაგზავნე, დათო, ერთი კაცი როგორ არ გამოაგზავნე. დანამატით ბილეთის ფულს ვერ მოაგროვებდით, კაცო, სულ ყველა ერთად ვინც ხართ შიგნით. არ აქვს წვენიათ ხალხო. გამოჩნდა უკვე ყველაფერი. თქვენ ხალხს ატყუებთ. ისინი ვინც დღეს მთავრობაში ხართ, ვისაც გინდათ მთავრობაში მოსვლა და ბევრი ფული ბაბაია, ეს ყველაფერი დაინახა ხალხმა. ეს ძალა ლევან ჩაჩუას პარტია, ბატონი ლევან ჩაჩუას პარტია. 100-ჯერ ბატონი თქვენთან შედარებით. ძალას მოიკრებს და არა ესენი სადგავ ძალას მოიკრებს. ისეთი ძალა აქვს მოკრებილი, თქვენ რო არ დაგესიზმრებათ არასდროს. იმიტომ რომ თქვენთვის ძალა სულ სხვა რამეა. ჩვენთვის სულ სხვა რამეა. ეს ჩემი მომართვა დღეს რა არის, იცით? მე მინდა თქვენ ქართველები, ბატონო ლევან პირადად თქვენ, ყველა თქვენ ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც პარტიაში გყავთ. იქ გვაქვს რაღაცა პარტიაში, ამასაც რო არ გავუსვა ხაზი არ შეიძლება. რაღაც გაურკვევლობები, რაღაც ბერნიკოლოსთან ეს ყველაფერი არის ეშმაკის ნამოქმედარი, ბოროტიძალის ნამოქმედარი, იმიტომ რომ გახლიჩოს. მაგრამ ჩვენ იმდენი ძალა გვეყოფა, მეც, თქვენც, ბერნიკოლოს რო იმდენი ძალა ეყოფა, ეს ფაქტია. რომ ამ ეშმაკის ნაცუღლუტარს, ამას ნაცუღლუტარი ქვია, მეტი არაფერი. ისე შემოუვლით და ისე გამოვკვანძავთ იმ ეშმაკს, რომ იმის სურვილი აღარ გაუჩნდება, რომ ამ მიმართულებით კიდე რაღაცა გააკეთოს. ასე რომ ერთმანეთს ეხლა იქ პარტიის წევრის და იყო ჩართული იმ საქმეში, იქ ის იყო, ჩვენ სულ ყველას გვეშლება, მეტად თუ ნაკლებად.
მე აგერ მთელი ქვეყნის წინაშე ვაღიარებ, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარ, სიგარეტს თავი ვერ დავანებე. ანუ მე კონტაქტში ვარ ყოველდღიურად იმეშმაკთან. არასდროს არ მithოვია, დიდი ხანია უკვე ღმერთისთვის არაფერი არ მithოვია და ერთადერთ ვთხოვ, რომ აი იქნება ამაში მომეხმარო. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ჯანმრთელობა ან არ ჯანმრთელობა. იმიტომ რომ მართლა ეშმაკისთვის დანთებული სანთელია ყველა სიგარეტი. და ვერ ვერევი, ცოდვილი ვარ. და ჩემზე მეტად ცოდვილად მე არ მიმაჩნია არავინ ამ ქვეყანას. და მე არ გამსჯი არავის. თუნდაც ჩემი მეგობრის, ჩემი ძალიან საყვარელი კაცის და ერისთვის საყვარელი კაცის, ბერი ნიკოლოზის სიტუაციაში ჩართული ანაკიდან, ანიკიდან, ამას ჩვენ მოუვლით ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ გწამს. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ. არავინ არ არის აქ ანტიქრისტე. არავინ არ არის აქ ბოროტი ძალა. აქ ბოროტი ძალის მსხვერპლია სულ ყველა. ეს არის ჩვენი გამოცდა, როგორ შემოუვლით ამას ყველაფერს. გახსოვთ თქვენ ბატონი ზვიადის მომხრეები, დღესაც მომხრეები და ბატონი ზვიადის სულის მატარებელი ადამიანები, როგორ შეგვებრძოლეთ მეც და ბატონ ლევანსაც. და გუშინი გაიგონეთ თქვენ ბატონი ლევანის სიტყვები, აი აქ ამ ადგილზე ბატონმა ზვიადმა და მერამ, ეს რას ნიშნავს? ეს რევერანსი კი არ არის თქვენთვის ხალხო. ეს არის ის, რასაც ის კაცი ფიქრობს ნამდვილად. და ასე ვიქნებით ჩვენ აუცილებლად. ღმერთმა დაგვიფაროს ბევრჯერ და ხშირად ბოდიშის მოხდისგან, იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს შეცდომების დაშვებისგან, რომ მერე ბოდიში არ იყოს მოსახდელი, მაგრამ რას ქვია ხალხო? ჩვენ ვინც დავაშავებთ, აუცილებლად ვაღიარებთ, რომ დავაშავეთ, თუ არ დაგვიშავებია, მაინც ბოდიშს მოვიხდით, იმიტომ რომ მაგალითი მივცეთ იმას, ვისაც ბოდიშის მოხდა არ უნდა. და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთად დავდგეთ. ხელი ხელს ჩავკიდოთ, გული გაუხსნათ და всё წავიდა მერე ის მატარებელი. წავიდა უკვე ის მატარებელი, წავიდა ხალხო. ამ პრობლემებს ჩვენ შემოუვლით. შემოუვარეთ მეტნაკლებად და შემოუვლით. თქვენ რა გეშველებათ, თქვენ პატრიოტებო, ურა პატრიოტებო, ვაი პატრიოტებო. თქვენ რა გეშველებათ? ამ პატარა კაცის იმასთან ხართ მიყუჟულები, ფეხებთან და ფეხებს ულოკავთ, თქვენ როგორ გძინავთ საერთოდ? ან რა ხასიათზე იღვიძებთ, აი რო იღვიძებთ, დღეს რა უნდა გავაკეთო? შევიდე პარლამენტში და ბოდიში და განდონებზე ვილაპარაკო? როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა? ან ეს საკითხები, ეს პარაგრაფები, მიწის საკითხი, იმის საკითხი, მე ამით რამე ჭრდილს არ ვაყენებ, გუშინ დასმულ საკითხებს პარლამენტის წინ, მაგრამ ჩვენთვის ეს არის საკითხები. მაშინ როცა საკითხი ერთია. იმისთვის რომ ეს საკითხები და ეს პარაგრაფები განხორციელდეს, საჭიროა ამ დემონებთან უსტარით მისვლა კი არა. საჭიროა ფეხზე ადგომა, გაერთიანება, დემონისთვის ქეჩოში ხელის მოკიდება და კინწისკვრით გაგდება. და თქვენ როგორ გააგდებთ დემონებს, ბატონო დავით? დავით აღმაშენებლის ნათესაო და თამარ მეფის შვილიშვილო. როცა იმ დემონების წევრი ხარ, იგზი ხარ. და თუნდაც ყველაფერს რო თავი დაანებო. მარშანია იმას სიტყვის თუ ამას სიტყვის და ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ითმენ იმ აურას შენ ამდენი ძლევა მოსილი და ლეგენდარული ხალხის შვილიშვილო და სისხლით ნათესაო, იმ აურაში ჯდომას როგორ ითმენ? სადაც აი არ ვიცი 99% გესლიანი, შხამიანი დემონიზის. და ერთმანეთს ეუბნებიან შენ უფრო დემონი ხარ, შენ უფრო დემონი ხარ. მე მინახავს შენი სურათები, შენი ვიდეოები, ვოლსკისთან გაღიმებული. როგორ ელაპარაკები მაგ ხალხს? როგორ ზიხარ იქ? სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. შეკაი დედმამიშვილო. შე მეფეების ჩამომავალო. იმდენი შენ რა გითხარი?
იქ როგორ ზიხარ, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. იქ სადაც შენ გეუბნებიან, შენი შვილი ხვალ იქნება ცისფერი და ხმასაც ვერ ამოიღებს შეახვარო. როგორ ზიხარ იქ? ციხის კადრებზე რომ დაარბოდით, აუ. დღეს არ არის ციხის კადრი არ არის მთელი საქართველო უკვე? აი იმ კანონით, იმ ანტიდისკრიმინაციული კანონით? რატო არ აყენებ მაგ საკითხს და რატო არ იკლავ თავს? რატო არ უცხადებ ბოიკოტს? 5-ნი ხარ, 7-ნი ხარ თუ 13-ნი ხარ, მაგას რა მნიშვნელობა? რატო იღებ იმ დანამატს? ის დანამატი ხო გაჯერებულია იმ სისხლით და ღვარძლით. არც ერთი ადამიანი არ ხარ თქვენ. და მე მინდა მიულოცო ბატონ ლევანს, ქართველებს, გუშინდელი დღე. გუშინდელი დღე ისტორიაში შევა. და შევა იმით, რომ ასეთ ვაი ქართველებს გაასწორებს მიწასთან, ხო გითხარით ის ხერო წაიქცევა. კლოპ და მორჩა. აი ესე იქნება ეს. მთელი გული და სულით, მე გასაბრაზებელი არაფერი არ მაქვს, მე უბრალოდ პიროვნებებზე ბრაზდები და ამასაც ძალიან მაგრად მივქარავ რა. სასიხარულო გვაქვს ძალიან დიდი. ის რომ ეს მოძრაობა დაიწყო და ხალხი იღვიძებს, მართლა იღვიძებს. გუშინ მე კადრებს უყურებდი და როგორი სახეები დგანან ის ადამიანები. როგორი გული და სულით დგანან იქ. ზოგი გურიდან ჩამოვიდა, ზოგი ბათუმიდან ჩამოვიდა. დაფიქრებულა რომელიმე თქვენთაგანი, აი იმ პარლამენტარებზე ვლაპარაკობ და დანარჩენებზე, ამ ხალხს რად დაუჯდა? იქამდე მოსვლა იმ რუსთაველამდე? 300 და 400 კილომეტრის იქიდან? როცა იმის შიში აქვს, რომ იგივე დაემართება, რაც მიშა სააკაშვილის დროს ემართებოდა ოცნების მხარდაჭერისთვის. რომ დღეს პარლამენტში და მთავრობაში იგივე ხალხი ზის, რომლებიც ატერორებდა ამ ხალხს ოცნების მთავრობაში მოსაყვანად, მოყვანის გულისთვის. გილოცავთ შემოკარგებო გუშინდელ დღეს. მე ვიცი, მე კი არ ვთვლი და ვფიქრობ. მე ვიცი რომ თვითეული თქვენთაგან რამდენიც იყო იქ არ მაინტერესებს 300, 500, 1000, არა აქვს ამას მნიშვნელობა. რომ თვითო კაცი იქ მდგომი 10,000 უდრიდა და 100,000. იმიტომ რომ ეს ასე იქნება. ამას წყალი არ გაუღო. და თქვენ შორის გუში ღმერთი იდგა. და ჩემს და თქვენ შორისაც ღმერთი იდგა ამ დისტანციაზე. ასე რომ ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ გავიმარჯვებთ და ყოველთვის უკან მოვიტოვებთ ამ ვიგინდარებს და ვაი პატრიოტებს. ვიგინდარა და ვაი პატრიოტი ვაი ადამიანია. მაგრამ ჩვენი ვალია რომ ყველა მათთაგანზე ვილოცოთ მათ გადასარჩენად. და როგორც კი რომელიმე ჭკუას მოეგება დაიჩოქებს ღმერთის წინაშე და ზურგით არ დადგება ჩვენთან, ჩვენ იმას ინდულიგენციას კი არ მივცემ და კი არ ვეტყვით, მოდი ახლა შენ ჩვენიანი ხარ და აგერ გენერალი ხარ, ისევ არა. იმას უბრალოდ აუგად არ მოიხსენიებთ და ხელს არ კრავთ. ასე რომ ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი. გაიხარეთ.